2026 წლის 17 ივნისი რუსეთის სამხედროებისთვის ბნელი დღე იყო. რატო? ეს იყო დღე, როდესაც გავრცელდა ამბავი, რომ სავალალო ნიშნული იქნა მიღწეული 1.4 მილიონი. ეს არის ის რაოდენობა, რამდენი მსხვერპლი განიცადა რუსეთმა მას შემდეგ, რაც პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. და ეს არის შემზარავი მაჩვენებელი, რომელიც აჩვენებს, რამდენად კატასტროფული მარცხი აღმოჩნდა ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია. პუტინივით ფსიქოპათსაც კი უნდა შეეშინდეს, როცა ამ რიცხვს ხედავს. არა იმიტომ, რომ მას ზარალები ადარდებს. პუტინი არაფრად აგდებს ჯარისკაცებს, რომლებიც მისთვის იღუპებიან. არა, პუტინი პანიკაშია ერთი მარტივი მიზეზის გამო. მას ესმის, რომ ეს ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. და ის სულ უფრო სასოწარკვეთილ ნაბიჯებს მიმართავს მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანური რესურსი უკრაინაში გააგზავნოს. დავიწყოთ 1.4 მილიონი მსხვერპლით. ეს რიცხვი ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიგონია. ის ნატოს ოფიციალური პირებისგან მოდის, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთს პუტინის ომის დაწყებიდან მოყოლებული დაახლოებით 1.3-დან 1.45 მილიონამდე მსხვერპლი ჰყავს, საიდანაც დაახლოებით 500,000 დაღუპულია. ეს არის 500,000 რუსი, რომლებიც აღარასოდეს დაბრუნდებიან თავიანთ არმიაში, აღარასოდეს ნახავენ თავიანთ ოჯახებს. ისინი ვერ არიცოცხლებენ იმისთვის, რომ ნახონ იმ ბრძოლის დასასრული, რომელიც მათმა ფსიქოპათმა დიქტატორმა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ თავისი მემკვიდრეობა რუსეთის ისტორიის ერთ-ერთ დიდ დამხრობელად დაემკვიდრებინა. რა დიდი დანაკარგია. ციფრები, რომლებსაც ნატოს ოფიციალური პირები ასახელებენ და რომლებიც United 24 მედიამ გაავრცელა, დაახლოებით ემთხვევა იმ დანაკარგების რაოდენობას, რომელსაც თავად უკრაინა აცხადებს, რომ მიაყენა. უკრაინა ამ რიცხვს 1.388,050-ის ასახელებს 18 ივნისის მდგომარეობით. თუ რუსეთი დღეში დაახლოებით 1000 ჯარისკაცს კარგავს და ზოგჯერ მეცაც, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის გათვლებით 18 ივნისიდან დაახლოებით 12 დღეა დარჩენილი, სანამ ეს რიცხვი 1.4 მილიონს მიაღწევს. ასე რომ ივნისის ბოლო დღე პუტინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. 20 ივნისი იქნება ის დღე, როდესაც რუსეთი მიაღწევს იმ ნიშნულს, რომელიც უკრაინაში შეჭრას აქცევს ყველაზე კატასტროფულ თანამედროვე სამხედრო კამპანიად, რომელიც ოდესმე ჩაუტარებია ეგრეთ წოდებული დიდ ძალას. ჩვენ ვიცით, რომ პუტინს მხოლოდ თავისი მემკვიდრეობა ადარდებს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ის ასე იყო გადაწყვეტილი, ნებისმიერ ფასად ჩაეწერა თავისი სახელი ისტორიის წიგნებში. შესაძლოა ამ დანაკარგების მასშტაბში ყველაზე სიგიჟე ის კი არ არის, რომ 1.4 მილიონი ადამიანი დაიღუპა, არამედ ის ფაქტი, რომ პუტინი არ ჩანს, რომ აპირებს გაჩერებას. დიახ, ის პანიკაშია და აშკარად სასოწარკვეთილია, როგორც ამას ახალი ზომების მთელი სია აჩვენებს, რომელსაც მალე გაგიზიარებთ. მაგრამ ნატო ამბობს, რომ მიუხედავად დანაკარგებისა, არ ჩანს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების ნიშანი რუსეთის ოპერაციულ ტემპში ან მის ზაფხულის შეტევისთვის მზადებაში. პუტინი სურს იგივე გზით გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც კი აუცილებლად უნდა აცნობიერებდეს, რამდენი ადამიანი კიდევ დაიღუპება მისი ფსიქოპათიის გამო. დამატებითი კონტექსტი აქ ბევრს ნიშნავს. 3 ივნისს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ხაზი გაუსვა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მძიმე მდგომარეობას. რუსეთი თვეში დაახლოებით 30,000 ჯარისკაცს კარგავს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ერთ თვეში უფრო მეც კარგავს, ვიდრე საბჭოთა კავშირი 10 წლის განმავლობაში ავღანეთში. ეს ციფრები გამორჩეულია, განაცხადა რუტემ. გამორჩეული ერთ-ერთი გზაა ამის დასახასიათებლად. ჩვენ ვითხოვდით, სიგიჟეა. რუტემ გააკრიტიკა პუტინი არა მხოლოდ ამ დანაკარგებისთვის, რომლებიც მართლაც მასშტაბურია რუსეთის ბოლო დიდი სამხედრო კამპანიასთან შედარებით, არამედ იმის გამოც, თუ როგორ აგზავნის რუსეთი თავის ჯარისკაცებს ფრონტზე. შეგაგდეს როდეოში, გაძლევენ აღჭურვილობასა და ეკიპირებას, რომელიც შენს საჭიროებებს არ შეესაბამება. გიგზავნიან ფრონტზე, სადაც დიდი შანსია, რომ დაიჭრებიან მოკვდები. თუ პუტინს სული აქვს, ეს ბრალდება მას შეარგებს. როგორც არის, პუტინს ნამდვილად არ შეუძლია იკამათოს რათერის ნათქვამზე. სინამდვილეში რათერი ცოტა გულუხვია პუტინის მიმართ, როცა საქმე ეხება იმ დანაკარგებს, რომელზეც ის ყოველ თვეა პასუხისმგებელი. ის სულიად მართალია, რომ რუსეთი ყოველ თვე უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე მთლიან ავღანეთის ომში დაკარგა, რომელსაც საბჭოთა კავშირი აწარმოებდა. ამერიკის საზოგადოებრივი მაუწყებლობის არქივის მიხედვით, რუსეთმა დაახლოებით 15,000 მსხვერპლი განიცადა იმ 10 წლიან კონფლიქტში. ასე რომ ეს უბრალოდ მეტი კი არ არის, არამედ ყოველ თვე ორჯერ მეტი მსხვერპლია, ვიდრე რუსეთმა ავღანეთის წინააღმდეგ 10 წლიანი ომის განმავლობაში განიცადა. და თუ დაუბრუნდებით მთლიან 1.4 მილიონს, ეს უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე დიდმა ძალამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განიცადა. სინამდვილეში რუსეთი აგრძელებს რეკორდს, რომელიც მან აქ უკვე რამდენიმე თვის წინ დაამყარა. იანვრის 28-ს ევრონიუსმა დაწერა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის, ანუ CSIS-ის ანგარიჟე, რომელმაც აჩვენა, რომ იმ დროისთვის რუსეთის მიერ განცდილი 1.2 მილიონი მსხვერპლი იყო რეკორდი ნებისმიერი დიდი ძალისთვის, ბოლო 80 წლის განმავლობაში. ასევე შედარებები გააკეთა აშშ-თან. კორეის ომში 54,246 დაღუპული, ვიეტნამის ომში კი 47,434. რუსეთმა ეს ყველაფერი წლების წინ გადააჭარბა უკრაინაში, მაშინ როცა ეს ომები 10 წლეულების წინ მიმდინარეობდა და არ იყო ის თანამედროვე აღჭურვილობა, რასაც დღეს აშშ ირენებს. თუ უფრო ახლანდელი შედარება გსურთ, გადახედეთ ოპერაცია Epic Fury-ს ირანში. იმ ომმა აშშ-ს 394 მსხვერპლი დაუჯდა, მათგან 13 დაიღუპა.
როგორც არ უნდა იყოს ეს ტრაგიკული, ეს აჩვენებს განსხვავებას თანამედროვე საომარი მანქანასა და იმ ძველ გამოფიტვის სტრატეგიას შორის, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინაში. რუსეთი თანამედროვე ომს არ აწარმოებს. ყველაფერი, რაც მან გააკეთა, არის ხორცსაკეპი მანქანის შექმნა, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს კლავს უკრაინაში უმნიშვნელო მიღწევებისთვის. კრემლის სავარძელში მყოფმა ფსიქოპატმაც ოფიციალურადაც გაამართლა პროგნოზი, რომელიც იანვარში გაკეთდა. იმავე CSIS-ის ანგარიში, რომელმაც 1,2 მილიონი მსხვერპლის რეალური მასშტაბი წარმოაჩინა, ასევე ნათქვამი იყო, რომ სავარაუდოდ ომის ორივე მხარეს საერთო მსხვერპლი გაზაფხულისთვის 2 მილიონს მიაღწევდა. Kyiv Independent-ის მიხედვით, უკრაინამ პუტინის შეჭრის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 500-დან 600,000-მდე მსხვერპლი განიცადა. დაამატეთ რუსეთის 1,4 მილიონი, უკრაინის მაქსიმალურ 600,000 და რას მიიღებთ? 2 მილიონს, ზუსტად როგორც CSIS-მა თქვა. პუტინის პროგნოზირებადობა მისი ყველაზე დიდი დიმტერია უკრაინაში, მაგრამ ამ ფსიქოპატს როგორც ჩანს არ შეუძლია გადაუხვიოს იმ გზას, რომელზეც რუსეთი დააკენა. და ეს პრობლემაა, რადგან ეს ყველაფერი აღარ არის მდგრადი, ყოველ შემთხვევაში, ახლა უკვე არა. რამდენიმე წლის წინ პუტინს შეეძლო 10,000-ობით ჯარისკაცის გაწირვა, რადგან ასე ჩანდა, რომ ეს რესურსი არასდროს ამოიწურებოდა. მაგრამ 2026 წელს რუსეთი უკვე ებრძვის სერიოზულ ცოცხალი ძალის დეფიციტს, განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ანდრეი ჰნაცოვმა, 15 მაისს. დღის დანაკარგები უახლოვდება იმ კონტრაქტული ჯარისკაცების რაოდენობას, რომლებსაც ისინი იწვევენ რიგების შესავსებად და ზოგჯერ მასაც კი აჯარბებს. ფაქტობრივად რუსეთი უკვე აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს სერიოზული ცოცხალი ძალის დეფიციტის პირობებში. და ეს მდგომარეობა ჩვენი შეფასებით მხოლოდ გამწვავდება, განაცხადა ნატო. სულ რაღაც 1 თვით ადრე, სანამ რუსეთი თავის ბოლო ნიშნულს მიაღწევდა. და მისი მტკიცებები, რომ რუს რეკრუტერებს უჭირთ მოხალისეების პოვნა, დასტურდება 14 ივნისის CNN-ის ანგარიშით, სადაც ნათქვამია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთში მოხალისე ჯარისკაცების რეკრუტირება 20%-ით შემცირდა 2025 წელთან შედარებით. და რომ კრემლის მიერ პოტენციური მოხალისეებისთვის შეთავაზებული აბსურდული ფინანსური ტახალისებაც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დაარწმუნოს ისინი, ვინც იცის, რომ უკრაინაში წასვლა სიკვდილის განაჩენია. სადღაც რუსულ ბუნკერში პუტინი პანიკაშია, მაგრამ არა იმ მიზეზებით, რასაც თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ. ნებისმიერი სხვა ადამიანი შეხედავდა საკუთარ ქვეყანაში დატრიალებულ განადგურების მასშტაბებს და მიხდებოდა, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა. მათ ეკნებოდათ თანაგრძნობა. ისინი გაიგებდნენ, რომ უკრაინიდან ჯარის გამოყვანის დრო დიდი ხანია დადგა, მაგრამ არა პუტინი. მას არ ეშინია სიკვდილის მასშტაბების ან იმის თუ რას გააკეთებენ ადამიანები პასუხად. პუტინი უკიდურესად დარწმუნებულია იმ ძალაუფლების სტრუქტურაში, რომელიც თავად შექმნა. არა, ფსიქოპატს როგორიც პუტინია, სინამდვილეში სხვა რამე აშინებს. სად შეუძლია კიდევ მეტი ჯარისკაცი იშოვოს? ეს არის ერთადერთი, რაც პუტინს აინტერესებს, როცა რუსეთს აიძულებს გადაიტანოს ომი, რომელმაც უკვე 1,400,000 მსხვერპლი გამოიწვია და ეს რიცხვი იზრდება. და პუტინს გარკვეული გამოსავლები აქვს. მისი პრობლემა ისაა, რომ თითოეული გამოსავალი უფრო გიჟურია ვიდრე წინა და არც ერთი არ არის ის, რაც მას ომის მოსაგებად სჭირდება. ისინი მხოლოდ მეტ ადამიანს მისცემენ პუტინს, რომ გამოიყენოს როგორც საზარბაზნე ხორცი. არაფერი შეიცვლება იმ სტრატეგიაში, რომელსაც რუსეთი იყენებს. მაგრამ სანამ გამოვავლენთ იმ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პუტინმა მოიფიქრა თავისი ცოცხალი ძალის კრიზისის გადასაჭრელად, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ არხი თქვენთვის საინტერესოა, კიდევ ბევრ მსგავს ვიდეოს იხილოთ, ასე რომ გამოიწერეთ არხი, რომ ყოველდღიური ვიდეოები არ გამოგრჩეთ. სინამდვილეში პუტინის გიჟური მეთოდები რუსეთის ცოცეთის ცოცხალი ძალის გაზრდისთვის ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე რუსეთი თავის ბოლო და ყველაზე დამთრგუნველ ნიშნულს მიაღწევდა. რამდენიმე წლის წინ პუტინმა ბრწყინვალე იდეა მოიფიქრა. რუსული ციხეებიდან პატიმრებისთვის ჯარში აყვანა დაეწყო. წინადადება ყოველთვის მარტივი იყო. იმსახურე უკრაინაში და სასჯელი შეგიმსუბუქდება. გახდი რუსეთის გმირი და შენი დანაშაულები დაიწყებას მიეცემა. ალბათ პუტინი სიხარულით ხელებს იზელდა, როცა ათეულობით დამნაშავე დათანხმდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. საბოლოოდ აქ ხომ მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანები არ მოდიოდნენ. მკვლელები, გადახრების მქონენი და სისასტიკეს მიჩვეული ხალხი მისი ახალი გეგმის წყალობით უკრაინაში მიედინებოდა. და იცით, ისინი ვინც საჯაროდ თრებოდა, მაგრამ ძირითადად მაინც მკვლელები. 2025 წლის იანვრისთვის რუსეთმა მოახერხა დაახლოებით 180,000 მსჯავრდებულის რეკრუტირება უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიხედვით. და მნიშვნელობა არ ქონდა, რომ ამ დამნაშავე ჯარისკაცებს კარგი მომზადება არ ქონდათ. რაოდენობა ხარისხზე უფრო მნიშვნელოვანია პუტინისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო და მას რუსულ რიგებში მართლაც დიდი რაოდენობა ჰყავდა. ეს სტრატეგია რაოდენობის შესავსებად უკვე რამდენიმე წლის წინაც კი სასოწარკვეთილი იყო, მაგრამ ახლა უკვე პატიმრების ნაკადიც იწყებს ამოწურვას. 2026 წლის მაისისთვის რუსეთის პატიმართა რაოდენობა დაახლოებით 40%-ით იყო შემცირებული. რუსეთის მიერ მსჯავრდებულების უკრაინაში გაგზავნა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ამისი, მაგრამ პატიმრების რაოდენობის შემცირება პუტინს მაინც უნდა შეეშფოთებინა. ასეთი მკვეთრი შემცირება იმას ნიშნავს, რომ მალე მას გაუჭირდება გულაგებიდან მეტი ჯარისკაცის მოპოვება. და მართლაც, ასე ხდება. როდესაც უკრაინიდან დაბრუნებული რამდენიმე მსჯავრდებული რუსეთის შიგნით დანაშაულის ზრდას უწყობს ხელს, პუტინი იძულებულია სულ უფრო აბსურდული გზები მოძებნოს თავისი არმიის შესანარჩუნებლად. ჯერ პატიმრებს მიადგა, ეხლა პუტინი სტუდენტებს მიადგა.
ივნისის დასაწყისში უკრაინის პროექტმა მინდა ვიცოცხლო, რომელიც რუს ჯარისკაცებს უკრაინისთვის დანებებისა და პუტინის ხორცსაკეპიდან თავის დაღწევაში ეხმარება, გამოაკვეკნა სია, რომელმაც აჩვენა, რომ 1059-მა რუსმა სტუდენტმა პუტინის არმიას შეუერთდა. Არი ფიქრობთ, რომ ეს სტუდენტები მოხალისეები არიან. მრავალ სტუდენტს სამხედრო სამსახურში გაწევრიანებაზე ზეწოლას ახდენენ რეკრუტერები, რომლებიც კოლეჯების კამპუსებში ატარებენ დროს, რათა დაარწმუნონ მომავალი თაობის რუსი მამაკაცები პუტინის ამბიციებისათვის თავი შესწირო. რუსეთის შეჭრის მეხუთე წელს აგიტატორები და სამხედრო გაწვევის ოფიცრები რუსულ უნივერსიტეტებში დადიან, რათა გუშინდელი სკოლის მოსწავლეები ომისთვის გადაიბირონ. ციხის პატიმრები თითქმის ამოიწურა, ამიტომ ახლა ბავშვების ფრონტზე გაგზავნა უწევთ, ნათქვამია ანგარიში. კრემლის სრულად ეკორდნობა ამ რეკრუტირების მეთოდს. ავსტრალიის ABC News Network-ის 7 ივნისის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მაღალჩინოსნებმა დააწესეს კვოტა, რომლის მიხედვითაც ყველა მამაკაცი სტუდენტის 2% უნდა ჩაირიცხოს სამხედრო სამსახურში. იმისათვის, რომ ახალგაზრდები დაითანხმონ ხელშეკრულებაზე, რუსეთის თავაზობს მათ სწავლის საფასურის სრულად განულებას და ცუდი ნიშნების ამოღებას ჩანაწერებიდან, რითაც სტუდენტებს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას თავაზობს, თუ კი უკრაინიდან ცოცხლები დაბრუნდებიან. 1.4 მილიონმა მათმა თანამებრძოლმა ამას ვერ მოახერხა. CNN-მა ასევე გამოიკვლია სტუდენტების რეკრუტირების ეს სტრატეგია და მათ მიიღეს რამდენიმე პირდაპირ შეტყობინება იმ ადამიანებისგან, ვისაც რუსეთი მიზანში იღებს. ზეწოლა კოლოსალურია, განაცხადა ერთმა სტუდენტმა, ხოლო მეორემ დაამატა. უნივერსიტეტში ყველგან უპილოტო ავიაციის ძალების შესახებ პოსტერები კიდია. რა თქმა უნდა, ახალგაზრდების, რომლებსაც სულ ახლახან შეუსრულდათ 18 წელი, სამხედრო სამსახურში რეკრუტირება ახალი ტაქტიკა არ არის. მაგრამ სასოწარკვეთა იმაში მდგომარეობს, პუტინმა უკვე ამოწურა რუსეთის ამჟამინდელი თაობის მამაკაცების დიდი ნაწილი და ახლა ის დაღლილია. ის ამჯერად მიზანში იღებს იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის საუკეთესოებსა და ყველაზე ნიჭიერებს შორის უნდა იყვნენ, რათა უკრაინის ომში იბრძოლონ. ნაცვლად იმისა, რომ აკეთონ ის, რის საშუალებასაც მათ განათლება მისცემდათ. ამჟამინდელი თაობა საკმარისი არ აღმოჩნდა. პუტინი მზად არის, შემდეგი თაობაც შესწიროს. თუმცა, სულ რაღაც 1000-ზე ცოტა მეტი სტუდენტი ამ კონკრეტული სტრატეგიისთვის დიდი შედეგი არ არის. ამიტომ სასოწარკვეთა კიდევ უფრო ღრმავდება რუსი ფსიქოპათის გონებაში. და პუტინის უსასრულო სურვილის დასაკმაყოფილებლად, რომ მეტი ჯარისკაცი ყავდეს, რეკრუტირების მცდელობების სწავლების დარბაზებს ცდება და სამუშაო ადგილებშიც გადადის. ან იქნებ უნდა ვთქვათ, რომ ისინი სწავლების დარბაზებს გაცდდნენ მანამდეც, სანამ კრემლი სტუდენტების რეკრუტირების კვოტებს დააწესებდა. მარტის ბოლოს Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიაზანის გუბერნატორმა პაվել მალკოვმა სამხედრო რეკრუტირების კვოტები დააწესა, რომლებიც რეგიონში მოქმედ ყველა ბიზნესს ეხება. ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც 300 ან მეტი თანამშრომელი ჰყავდა, რუსული არმიისთვის 2 კანდიდატი უნდა წარედგინა. თუ კომპანიაში 500-ზე მეტი თანამშრომელი იყო, მაშინ კანდიდატების რაოდენობა 5-მდე იზრდებოდა. სრული გულწრფელობით. ეს, როგორც ჩანს, არ არის მთელ რუსეთში კრემლის მიერ დაწესებული პოლიტიკა. მაგრამ ეს არის იმ დაავადების სიმპტომი, რაც არის რუსეთის ძლიერი საჭიროება ჯარისკაცების რეკრუტირებისთვის. მალკოვი ამას არ გააკეთებდა, რომ არა ის, რომ რუსეთმა 1.4 მილიონი საკუთარი ჯარისკაცის ცხოვრება გაანადგურა, რითაც შექმნა სიტუაცია, სადაც მოხალისეთა რეკრუტირება არასოდეს არის საკმარისი და მუდმივად საჭიროა ახალი ძალების მოზიდვა. და ეს, როგორც ჩანს, ერთადერთი რამაა, რაც მალკოვს შეუძლია მოიფიქროს, რომ შანსი ჰქონდეს. მალკოვი ამბობს, რომ ეს სამუშაო ადგილების კვოტები უნდა დაწესდეს 20 სექტემბრამდე. დავდებდით ფსონს, რომ კიდევ რამდენიმე რუსულ რეგიონს ეკნება მსგავსი იდეა სამუშაო ადგილებიდან ხალხის ჯარში გაწვევის შესახებ, რადგან პუტინის კვოტების შესრულება მათთვის შეუძლებელია. როგორ გონიათ, დაუბრუნდეთ იმ პოლიტიკებს, რომელსაც პუტინი აქტიურად ამტკიცებს. როდესაც რუსეთი 2026 წლის გაწვევის კრიზისს ებძვის, კრემლი კიდევ უფრო მეტად აკეთებს იმას, რასაც აქამდეც აკეთებდა. პრეთებდა პრობლემის გადასაჭრელად ფულს ხრის. ფული ყოველთვის იყო ის გზა, რომლითაც რუსეთი მოხალისეებს იბირებდა, მაგრამ ახლა ეს თანხები ბევრად აღემატება ყველაფერს, რაც აქამდე გვინახავს. 14 ივნისის ანგარიშში RBC უკრაინამ გამოავლინა, რომ რუსეთი ახლა ხელშეკრულების ბონუსებს $80,000-მდე სთავაზობს. ეს ხელფასები არ არის, ეს ერთჯერადი გადახადდებია, რომელსაც რუსეთი აძლევს ნებისმიერ მოხალისეს, ვინც ომში ჩაეწერება. და ამას გარდა პუტინის სასოწარკვეთა აშკარად ჩანს შეთავაზებით, რომ მოხალისეებს, რომლებიც ფინანსურ სირთულეში არ მოჩნდნენ, ბალების განულებას $140,000-მდე დაფირდნენ. კრემლი კიდევ ერთხელ ცდილობს მიიზიდოს ისინი, ვინც სირთულეებს ებძვის, მათი პრობლემებიდან გამოსავლის შეთავაზებით. საქმე ისაა, რომ ამ გამოსავლისკენ მიმავალი გზა უკრაინული დრონებით კონტროლდება და უკვე 1.4 მილიონმა ადამიანმა ვერ შეძლო ამ კონკრეტული გზის ბოლომდე მისვლა, ჯესვა. რაც ამ რეკორდულ თანხებს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის ისაა, რომ სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის ბევრ რეგიონს ხელმოწერის ბონუსების შემცირება უწევდა, რადგან ისინი მძიმე ზეგავლენას ახდენდნენ სახელმწიფო ბიუჯეტზე. გასულ ოქტომბერში რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპა იუწყებოდა, რომ თათარსტანმა და სამარამ თავიანთი ბონუსები ფედერალურ მინიმუმამდე $5,000-მდე შეამცირეს. ერთ წელზე ნაკლებ დროში ბონუსები ამ მინიმუმზე 16-ჯერ მეტია. ეს იმიტომ არ ხდება, რომ რუსეთს მოულოდნელად ფული მოემატა. ეს ყველაფერი პუტინის სურვილის ბრალია, რომ თანამედროვე სამხედრო ისტორიაში ყველაზე მძიმე დანაკარგები კიდევ უფრო გააუარესოს, იმდენად რომ მზად არის მთელი რეგიონული ეკონომიკები დააზიანოს მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ რამდენიმე მოხალისე მოიზიდოს. კიდევ მეტი სასოწარკვეთა, უნივერსიტეტის სტუდენტებზე ზეწოლის, სამუშაო ადგილებისთვის კანდიდატების წარდგენის იძულების და ბის და იმ ფულის დაპირების გარდა რაც რუსეთს არ აქვს, პუტინი უკვე თავის საზღვრებს გარეთაც იყურება.
აფრიკა სამიზნეა. კერძოდ, ახალგაზრდა აფრიკელი მამაკაცები, რომლებიც რუსეთის აზრით შეიძლება მოიზიდოს და 1.400.000 კიდევ დაამატოს. 18 ივნისს ევრონიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გამოავლინა, რომ რუსეთმა აფრიკაში რუსული სახლების მზარდი ქსელი შექმნა. ეს სახლები სამხედრო რეკრუტირების არხად იქცა, რადგან კრემლი სამუშაოს და განათლებას სთავაზობს როგორც ცრუ საბაბს, რათა ახალგაზრდა მამაკაცები მიიზიდოს. ტყუილები გრძელდება, მანამ სანამ უბედური ადამიანი, რომელმაც ამ მორიგ სათხოვარას წამოეგო, საბოლოოდ უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანაში ან ხშირ შემთხვევაში ფრონტის ხაზზე არ აღმოჩნდება, სადაც უკვე უამრავი რუსი დაიღუპა. სტრატეგიული კვლევების აფრიკის ცენტრი ამბობს, რომ ეს სიტუაცია დეზინფორმაციის, ადამიანებით ვაჭრობისა და უცხოური ჩარევის ერთობლიობაა, რის შედეგადაც აფრიკა გახდა ერთ-ერთი მთავარი წყარო იმ 30.000 უცხოელი მოქალაქისთვის, რომლებიც რუსეთის არმიაში იბრძვიან. რუსეთს ამ ადამიანების დაყოლიებაც კი არ შეუძლია, რომ იბრძოლონ. მას უწევს ტყუილის თმა და მოტყუება, რათა ისინი თავდაპირველად მოიზიდოს. შემდეგ კი ფრონტზე აგზავნის, სადაც ისინი თითქმის გარდაულად დაიღუპებიან. პუტინის ყოველი ნაბიჯი მის სასოწარკვეთილებებაზე მიუთითებს. ეს ფსიქოპათი იცის, რომ კუთხეშია მიმწკუდეული. მან იცის, რომ თავი მსოფლიო ასპარეზზე შეარწყვინა და რომ 1.400.000 დანაკარგი ყველაზე მძიმეა, რაც თანამედროვე არმიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განუცდია. მაგრამ ის გაჩერებას არ აპირებს და ის სასოწარკვეთა, რომელიც ახლა პუტინის ყველა გადაწყვეტილებას განსაზღვროს, უკვე საშიში გახდა. ეს არის გარდიანის საიმონ ტიზდალის აზრი, რომელიც სვამს მთავარ კითხვას. რას გააკეთებს პუტინი, თუ და როცა მისი კრემლის ბუშტი გასკდება და მოულოდნელად გააცნობიერებს, რომ დამანგრეველი სტრატეგიული და პირადი მარცხი გარდაუვალია. პასუხი არ არის ის, რასაც ნებისმიერი ნორმალური ლიდერი გააკეთებდა. ასეთი დარტყმა ეგოზე კრემლის მთავარ ფსიქოპათს ისე ძლიერად დააზენებს, რა დააზიანებს ამბობს ტიზდალი, რომ მისი პასუხი უკან დახევა არ იქნება. პუტინი გააფართოებს ომს. ომი, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ უკრაინაში მიმდინარეობდა, შეიძლება გაიზარდოს და მოიცვას ნატოს წევრი ქვეყნები ევროპაში, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მეხუთე მუხლის ამოქმედებას და ომს, რომელიც მთელ კონტინენტს მოიცავს. პუტინის პანიკამ შეიძლება გამოიწვიოს, რომ მან ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მიიღოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭა. და ეს რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება. მანამედროვე ისტორიის უდიდესი სამხედრო კატასტროფა გადაიქცევა ყველაზე დიდ კრიზისად, რომელმაც რუსეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიცვა. ამ ყველაფერში რუსეთს უკეთესი არაფერი ელის, თუნდაც პუტინი იმდენად არ გაგიჟდეს, რომ ომი გაახანგრძლივოს. მსხვერპლი არ შეწყდება და ეს ვიცით იმიტომ, რომ უკრაინა ყველგან რეკორდებს ამყარებს. ჯარისკაცები, არტილერია, ჯავშან ტექნიკა, ლოგისტიკა, ყველაფერი ნადგურდება ისეთი რაოდენობით, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს. და ამ ყველაფრის შესახებ და იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს ციფრები კატასტროფული პუტინის ოცნებისთვის, რომ სექტემბრამდე დონბასი დაიპყროს, შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენს ვიდეოში. ასევე თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გამოწერის ღილაკი გელოდებათ. დააწექით მას და მხარი დაუჭირეთ The Military Shows, რადგან ყოველდღიურად გთავაზობთ უკრაინის ომთან დაკავშირებული მოვლენების ანალიზს. და მადლობა როგორც ყოველთვის, რომ გვიყურებთ.